Gemini to Gemini ძალიან დიდი მადლობა უკეთესობისკენ რომ შეგეცვალა აზრი ძალიან მოხარული ვარ ცუდი კომენტარები წავშალე და კარგები დაწერებ შვედიერი გადაწყვეტილება მაგათი სახეები ხალხნო რა არის იცით რასაც მაყურებელი ხედავს გარედან ეხა არის შემთხვევები რომ თავიდანვე ამჩნევს მაგრამ რასაც მაყურებელი გარედან ხედავს ის იმას მონაწილეები უფრო ადრე ხედავთ შიგნიდან არის რაღაცები რაც ეთერში არ გადის არის რაღაცა ნიუანსები და დეტალები რასაც არ უშვებენ ეთერში არც სტრიმებში და არც ეპიზოდებში და არის კიდე უამრავი დეტალი რაზე დაყრდნობითაც მე ვამბობ რომ კონკრეტული ადამიანები სხვა ადამიანს თამაშობენ და სხვა ადამიანები არიან ეხლა მაგალითად მე პირადად ბონდო როგორც იყო წინა ანუ შემოსვლიდან წინა კვირას სხვათა შორის რომ გამოვედი პირველი ორი ეპიზოდიც ვნახე ჩვენი შესვლის და ასე ვთქვათ შეხვედრის ვიდეოები რა ეპიზოდები და მართლაც ხალხნო არ მომჩვენებია ბონდო იყო სულ სხვანაირი და როგორ კომპლიმენტებს მეუნებოდა და როგორ მაგრად გამოვიყურები და როგორი მაგარი ვარ და ესე მაგრად რომ გამოვიყურები ეთყობა ცნობიერებაც ძალიან მაღალი მაგდა აი ესეთი მიდგომებით მოდის არავინ არ აძალებდა ამ ადამიანს კაც რომ კომპლიმენტები მითხარიო თუ არ ფიქრობს ასე ვინ აძალებს რა უცლებელია რომ მოვიდეს და მითხრას კომპლიმენტები და მოვწონდე. ბონდოს თუ არ მოვწონ ვარ very okay. ანუ მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მოკლედ ეს კეთილგანწყობის შესაქმნელად ამ რაღაცებს უხვად ესე გვაყრიდა და არიშურებდა. გავიდა ხანი და ქალების სიძულვილი რო გამოავლინე ხარ ვიცი მე თქვენ ჩემი და ბონდოს ჩხუბის ვიდეოები ნახეთ თუ არა როგორ სიძულვილით მოიხსენებდა ქალებს, როგორ საშინლად ლაპარაკობდა ქალებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს სერიოზული პრობლემები აქვს მენტალური. სხვა შემთხვევაში ქალების მიმართ ასეთი სიძულვილი რითი აიხსნება, არ ვიცი. და ახალი გოგოც რომ მოვიდა, მარიამზეც ამბობდა ჩემზეც, რა თქმა უნდა. და ეს ახალი გოგოც რომ მოვიდა, ზუკა გუგასთან რო დაინახა რომ მეგობრობს, მაშინ ახალი ხორცი, ის ატეხილები და აი ესე საშლად დაიწყო ლაპარაკი. ნახეთ, გასაგებია რომ თავიდან კეთილგანწყობის მოპოვება უნდოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის ვერ ითამაშებ, ანუ ბოლომდე ვერ ითამაშებ ხალხო, ანუ ბონდოს შემთხვევაში, ანუ ქალები როგორც ზულს მაგას და ქალებს როგორც იმაშვება, რა ქვია, მოიხსენიებს ამას ვერ დამალავს მისი ბუნებრივი მდგომარეობა ეგ და ეხა მოდი რა იმიქიდან პლანეტიდან ჩამოსულები არ ვარ და გასაგებიც არის რა ეხა ბონდოს რატო სრულს ქალები ამას ეხა აღარ დავაკონკრეტებ თქვენ თვითონაც მიხვდებით მარიამდა ჯავახა არ დაშორებულან ხალხნა როგორც წყვილში როცა არის ხოლმე ემოციები რა თქმა უნდა ამ ემოციებზე რაღაცები უფრო მეტად გვწყინს და ასე შემდეგ და რაღაცებზე წაიჩხუბეს მაგრამ შერიგდნენ გუშინ მე თვითონ ნახე ვიდეოებით დავდეს თორისა რომ გადაფსკვნილი გადახლართული წვილია მარიამდა ჯავახა ჭორები იქნება, მაგრამ ეხლა გუშინ გვიან მოვედი მე ფართიდან, რომელზე იყო 11-ზე თუ 12-ზე და გადაფსკვნილები იყვნენ, დაშორებულები არ იყვნენ და მე სტრიმიც ვიდეოებს რომ ვიყრით ხოლმე რა ვიცი, ნასვამები იყვნენ და ეძინათ ბედნიერად და ყოველ შემთხვევაში მაგ ფართიზე ყველაზე კაი დრო მაგათ ატარეს მე თუ მკითხავ და გავიცანი კიდე ახალი გოგო საიდან იციო ლელუ საგიდებელი იყო მე თუ მკითხავთ ეს ლილე უზდელი გოგვა დავბლოკეთ
Slay Queen ლელუზე და მუზებზე ჩემი აზრი იცი იცით რა არის ლელუსგან იმხელა აგრესია მოდის ყოველდღიურად რომ რატო გამოჩნდა მაინც და მაინც მარიამის ეგნა თქვა მე ბებერსაც მეძახდა შეუხედავსაც მეძახდა ყველაფერს გვეძახდა ლელუ რა გაუკვირდა ბოზის ტყავს არ დახევს ხო და ეხლა მარიამის განათლებაზე როცა ნახეთ შაშან დაამთავრა სკოლა. მარიამი მუშაობს, არის ძალიან დამოუკიდებელი, მუშაობა მოუწია. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო ჩაბარება და თან გააზრებულად უნდოდა ჩაბარება, ანუ პროფესია ჩამოყალიბებული არ იცოდა რა უნდოდა. ამიტომ ტყუილა არ მჯდარა და ეს ძალიან მშრომელი გოგოა და მუშაობდა და დამოუკიდებლობა არჩია. ეხლა 18 წლის გოგო არ არისო განათლებული როდის უნდა ნახეთ თუ ვიძახით უმაღლეს განათლებას 18 წლის გოგო სად უნდა მიიღო უმაღლესი განათლება ანუ სად მოასწრებდა და რაც შეეხება ზოგად განათლებას და საშუალო განათლებას მარიამი აზრის ჩამოყალიბებაში თუ მეტყოლებაში ნახავდით რომ გაუნათლებელი ნამდვილად არ არის ეხლა რაც შეეხება ლელუზე გავიგეთ რომ არაფერი არ ქონია დამთავრებული 33 თუ 34 არის თუ რამდენი ისაც არის არსად არაფერი არ უსწავლია არაფერი არ ქონია დამთავრებული რაღაცა ჭიღრ-პუღრ რაღაცაში მისულა და წამოსულა ხო და ამ ფოტოგრაფობასაც ხო ნახეთ როგორ იბრალებს არც ფოტოგრაფად არ უქნია ღმერთს მაგისი არაფერი ღირებული შექმნილი არ გვინახია მე დავამთავრე ფინანსები მე ვარ ფინანსისტი project manager-ი ვარ გადასახადების ექსპერტი ვარ tax advisor-ი საგადასახადო კონსულტანტი და ასევე ბიზნეს ფსიქოლოგია მაქვს გავლილი 2 ბაკალავრი 2 მაგისტრატურა მეც მიყვარხარ ლელუს რო აგინებს მაგრამ არ დაშორებულან ერთად არიან ხალხო წეღა საბურთალოზე რო დაგიძახე ის ვარ დამაფოლოვეო რომელი ხარ აბა საბურთალოზე რამდენიმე ადამიანი ვნახე და ბონდო დატყობს პროექტ შერასიტყვიო გეთანხმებით მეც მასე მგონია მიყვარხარ დიდი მადლობა ამიტომ ნახეთ სხვის გაუნათლებობაზე როგორი ადამიანი მიუთითებს რომელსაც თვითონ არ აქვს განათლება და ამ შემთხვევაში ლელუს ხალხო არასდროს მაგისი ვერაფერს ვერ მივაგენით რასაც ხალხი მწესა თქმა უნდა იმას მე არ გავაჟღერებ მისი პირადი ცხოვრება და მისი წარსული მისია მაგრამ მარიამი მე მგონი არ ცდება ლელუს შეფასებებში დიდი მადლობა რაღაცებს რომ მიგზავნით ერთი კაცი ლელუ მაშ ჰაუსში იშოვა გარეთ კიდე ერთი მეორე კაცი იშოვა ეხა იმ დიას ამთხრა რომ ეს მოიშორეო ბონდო და წავიდა და ვაიმე მეგობრებოდა და ვითომ მეგობრებოდა და აგერ მოიშორებს დიასა უფრო იმედება ალბათ რა ვიცი ამ დიასა მეტყობა დააჯერა რომ მოგაგებინებო და ხა ვითომ მოსწონს
წასოზე რას ვფიქრობ? გუშინ გავიცანი ახალი საგნებელი კერა გასაჩეთში. გუშინ გავიცანი ახალი გოგო ტასო. და კი მაგაზე გეტყვით რომ სხვის განათლებაზე რომ ამხელა ქალი შენიშნებს იძლევა თვითონ რო არის გაუნათლებელი და 35 წელი არაფერი არ უსწავლია ცხოვრებაში ერთი ფოტოაპარატი დაიჭირა ხელში და იმასაც ვერ იხმარობს თხა და გიგოსავით აქ ეს ფოტოაპარატი კი აღნიშნის ღირსია ძალიან ტეხავს 18 წლის გოგოს განათლებაზე რომ ამხელა ქალი მანიპულირებს და თვითონ არის გაუნათლებელი. ამ დროს არაფერი არ აქვს, არც დამთავრებული და არც ნასწავლი. ფინანსისტ თუ ხარ და ასეთი განათლებული, მაგ პროექტში რატო შეხვედი? ჭკვიანი განათლებული რა გინდოდა იქ? გასართობად შევედი. skateboard გასართობად შევედი და გავერთე კიდეც პრობლემა რა არის მუზებს მარიამთან ისე პრობლემა აქვს მუზები ზოგადად ძალიან მენტალურად ჩამორჩენილები და პრობლემური ხალხია და აუცილებლად იქნებათ ყველასთან პრობლემა მარიამს დაიკონტაქტო. მარიამ სამწუხაროდ არ აქვს ტელეფონი ხშირად, ძალიან ცოტა ხანიში აქვს, თორე ძალიან მინდა. საბუნიები, აუთსაიდერები არიან ლორენცო, ბონდო და მარიამი. მე მეგონა იცოდით ყველგან ეგდევს. ამ დილას წესით არ უნდა გამოსულიყვნენ, ხვალ უნდა გამოვიდნენ დილის 10-დან და 6-ზე ისე უბრუნდებიან და ლაივისთვის ვემზადებით. უნდა გაერთო შოუს რო უყურებ, უნდა გაერთო, კი ბატონო, 0 follow-ers skateboard დაუბლოკოთ უზრდელი. ეხლა ვეღარ გაერთობით ჩემი ლაივების ყურებით. ცუდად იყვნენ და გამოვიდნენ სტრიმზე ნახეთ. წეღან voice-ები ჩამიგდო მარიამა, ველაპარაკე მოვიკითხე როგორ ხარ თქო, ასე შემდეგ და რავი voice-ებით ველაპარაკე და თითქოს ნორმალური მდგომარეობა ქონდა. გუგა, რას შემოდიხარ ხოლმე? და რას მიყურებ თუ არ გინდა გაბრძანდი, მაგრამ ისედაც დაგბლოკავ. ფარციზე იყო დაძაბულობა, ხო რას ამბობდი? მოკლედ ახალი გოგო გავიცანი, ანასტასია, იგივე ტასო, ძალიან საყვარელი გოგოა, მინდა გითხრათ. ლაივში არის ბევრად უფრო ლამაზი და ეფექტური და კოხტა და ესეთი დადებითი, ვიდრე ეკრანზე და ვიდრე TV-ში ჩანს და მოკლედ სტრიმებში და ეპიზოდებში ბევრად უფრო ლამაზი და კოხტა გოგოა და ლაივში უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. რა თქმა უნდა, მუზები მაგას ვერ აიტანდნენ, იმიტომ რომ მუზებს გონიათ, რომ ყველას მაგათი სილამაზის და ნიჭიერების შურს ჩემი აზრით, ეგენი არც ნიჭიერები არიან და არც ლამაზები, მაგრამ მაინც თქვენ რომ ჩვენ გვშურს, მე მარიამს ტასოს ყველას გვშურს მაგათი, რაც ჩემი აზრით გარდა იმისა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ვთვლი რომ მაგ გოგოების რეალობიდან აცდენა არის და ერთგვარად ცოტა განვითარების შეფერხებაც არის, კი ბატონო.
ლევუმ წითელი დროშა რო დაუწერაო. რა თქმა უნდა, მარიამის მოშორება უნდა და იმიტომ დაუწერა წითელი დროშა. მიზეზი რა კონკურენტია და მოშორება უნდა, მეტი მიზეზი რაღა გინდათ. მუზები ძახთე რომ ჭორაობთო. კი ბატონო, რა ვიცი, თქვენ რაც უნდა გუშინ ნახე და რაღაცა მოვიდნენ თითქოს რაღაცა ურთიერთობა უნდათ. მეთქი არ მაინტერესებს თქვენთან არაფერი, კიდე რაღაცას წამოკიდება უნდათ, თან რო შევედეკრები მიკროფონი გამიკეთეს ეს პეტლიჩკა თუ რაღაცა და მეთქი ხა კიდე ამათი გალანძღვა არ მომიწევს, ძალიან დამეზარა. საერთოდ არც დიდად არც ვეკონტაქტე, იმიტომ რომ მაგათი ნერვები არ მქონდა, მარიამთან მივედი და მარიამს ვეურთიერთე. ხო, ვითომ რაღაცა ცემაზე იყო საუბარი და ეს გუგა ხო დაუბლოკე, თუ ბევრი გუგა ხართ. როგორ მოვიწვევ ხა მარიამი? აჰა, invitation-ი გავგზავნე ჩემი მარიამი, ხალხნო, აი მარიამს რო ითხოვდით. ვაიმე, ჩემი გოგო, ნახეთ რა ლამაზი. მადლობა. ბავშვი რატო ხარ? სიცხე მაქვს 40 და ცუდად ვარ გამოუშვეს. ნიკაც ცუდად არის გაუშვეს. ვაიმე, რა შეძახი, მოიწამლეთ?